მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა მოკლედ ჩართვა. Როგორც იცით, ეს არის გადაცემა, სადაც თქვენ გაქვთ საშუალება გამოვთქვათ თქვენი მოსაზრებები. ჩვენი ტელეფონის ნომრებია 237 139 238 139 და ასევე გვაქვს Skype-ი, მოკლედ ჩართვა, ეს არის ჩვენი Skype-ის მისამართი. ჩვენ დღეს ვისაუბრებთ რუსეთის მხრიდან საზღვრის გადმოწევის შესახებ, როგორც იცით, საოკუპაციო ზოლში, უბრალოდ საზღვარი არა, საოკუპაციო ზოლი ქვია მას. საოკუპაციო ზოლი გადმოწიეს რამდენიმე ასეული მეტრით და ავტობსადენიც კი მოექცა ამ ზოლის იქეთ მხარეს. მოკლედ, გვაინტერესებს თქვენი აზრით, ხელისუფლებამ რა შეიძლება დაუპირისპიროს რუსეთის ასეთ ქმედებას? ანუ რა უნდა ქნას ხელისუფლებამ ასეთ შემთხვევაში? საქართველოს ხელისუფლებაზეა ბუნებრივია საუბარი. თქვენ რას ფიქრობთ ამ თემაზე? დაგვირეკეთ, გამოთქვით თქვენი მოსაზრებები. მე გითხარით უკვე ტელეფონის ნომრები, მანამდე კი მოდით ნახოთ ქუჩის გამოკითხვა. ევროკავშირი თუ გვეხმარება ჩვენ და მთელი მსოფლიო ცივილიზებული საზოგადოება აღძრას უნდა საქმე რაღაცა ეს საწინააღმდეგო. 20 კაცი რო დააყენონ. 20 კაცი, ეს 40 რუს მაინც უდრის ალბათ. წას მიწა ჩვენია, ხო? ხოდიშე რუს საფეხზე კიდია, სხვის იმის და ჩვენს ხوار კიდია. 20 კაცი 40-ზე 60 რუს უდრის. ამიტომ არავინ არ ადგას. იქ დაკნას გლეხ მაგას. ესენ თბილისამდე მოვლენ მას. მოილაპარაკო რომ ნუ გადმოწევენ აქეთ. ჩვენ საზღვრებს ნუ ეხებიან. ნუ რა უნდა გააკეთოს ახლა ომს ვერ გამოუცხადებ. იმის ჩვენ თავი არა გვაქვს. რა თქმა უნდა. ისო წყნარად მოლაპარაკებები თორე განარჩენი ახლა მაგათ ახლა ჩვენ რო იმხელა ძალა გქონდეს. არც ვალაპარაკებდით. არ ეშლება მთავრობას ეს. და ძალიან კარგად წყნარად მოლაპარაკებების იმით უნდა იმოქმედოს. მე ასე ვფიქრობ, რომ მოლაპარაკებები ჯობია, იმიტომ რომ ომმა ძალიან კარგად ვიცით რა მოგვიტანა. საბოლოო ჯამში მაინც დამარცხებულები გამოვდივართ, როგორც მცირე ერი და მე ვფიქრობ, რომ მოლაპარაკებები უკეთესი ვარიანტია ჩვენთვის, ესე მცირე ერისთვის. რა ვიცი, მაინც მე მგონი მოლაპარაკებას აქვს უფრო მეტი პრიორიტეტი, ჯობია. იმიტომ რომ ჩხუბი და აგრესიით დიდს ვერ მოერევი, რადგან პატარა ხარ, ამიტომ უნდა რაღაცნაირად დრო გაჭიმო, ესაუბრო, დაითანხმო, მოეფერო. რა უნდა გააკეთო? ვერც ვერაფერს ვერ გააკეთო. რუსი ოკუპანტების კეთილნებაზე ვართ. უნდა მოილაპარაკოს ნინო ბურჯანაძემ კარგი სიტყვა თქვა გუშინ, არა იმიტომ რომ რაღაცა უნდა დაიწყონ მოლაპარაკება და კარგა ხანია უნდა დაეწყოთ. ნამდვილად. ძალიან კარგი იქნებათ მოლაპარაკების გზით მოგვარდება ეს ყველაფერი. თან რა ვიცი ჯერა ყოველ შემთხვევაში ჩვენს თაობას რომ აფხაზეთსაც დავიბრუნებთ. და აღმარცხა. და მოიმოქმედა. და უნდა უშუალოდ საერთაშორისო ორგანიზაციებში უჩივლოთ უნდა, მაგრამ ჩვენი გულისწყრომა უნდა მივაწოდოთ. თვალი გააღირონ და ყური და საქმე გააკეთონ. ფეხბურთის ბილეთი ვერ გაუყიდეთ და რა უნდა გააკეთოთ მაგალითად. მოკლედ ასეთია მოსაზრებები, ვინც ჩვენ ქუჩაში გამოვკითხეთ, თქვენ რას ფიქრობთ? დაგვირეკეთ 237 139 238 139. თქვენ რო იყოთ ხელისუფლების ადგილზე, რას იზამთით ასეთ სიტუაციაში? გამარჯობა, გისმენთ. გამარჯობა ბატონო მერაბ. იმის გამო რომ ესე იგი პრაქტიკულად ლოგიკიდან გამომდინარე უკრაინა უარს იძახის უკვე რუსეთის გაზზე და ევროპა ცდილობს რომ რუსეთი ჩაკეტოს თავის გაზში და პოულობს ალტერნატიული უკრაინაზე ნუ ვილაპარაკებთ რა. საქართველოს ხელისუფლება რა უნდა? გზები გაზის შემოტანას და ყასტრანგაის მეშვეობით უნდა ასევე შემოიტანოს შუა აზიიდან გაზი. ჩვენ ისედაც რუსეთიდან არ შემოგვაქვს გაზი. არა, ყასტრანგაის მეშვეობით უნდა შემოვიდეს გაზი გაიაროს საქართველოში და მიეწოდეს ევროპას და იქიდან შევიდეს უკრაინაში. რუსეთი თავის თავაცხადია განაგრძობს ამ ბიზნესში თავის ინტერესების განხორციელებას, მაგრამ ჩვენმა ხელისუფლებამ განაცხადა რომ ჩვენო დიდი შეცდომა თუ რუსეთიო პიპის მოთხოვს თანხასო და პრობლემა შეუქმნისო, იმიტომ რომ იქ უკვე ცხინვალი ითხოვს თანხას, მაშინ კილომეტრ ნახევარით გადმოვწევთ მის. ეს არის სრული აბსურდი. ჯობია პიპის გადაახტევინოს თანხა, ვიდრე კილომეტრ ნახევრის შემდეგ რომ ჩამოწევ კიდე ჩამოვიდეს ქვევით, იმიტომ რომ აღშფოთდები, შევშფოთდები და ასე შემდეგ ვერაფერს ვერ აკეთებს რუსთან მიმართებაში, იმიტომ რომ რუსეთმა დიდი ავტორიტეტი მოიპოვა მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა არასწორი გადაწყვეტილება მიიტანეს ის რა ქვია კარგი, დიდი მადლობა. კიდევ ერთ მაყურებელს მოვუსმინოთ, გამარჯობა. თუ არის მაყურებელი, თუ არა შეგახსენებთ თემას, თქვენი აზრით, რა უნდა გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ ასეთ სიტუაციაში, როდესაც ოკუპანტი საოკუპაციო ზოლს ყოველდღე თითქმის წევს ჩვენ მიმართულებით. გამარჯობა, გისმენთ. ალო. დიახ, გისმენთ. მოგესალმებით, ბატონო მერაბ. დიახ. ბატონო მერაბ, რაც შეეხება ზოლის გადაწევას,
ეს არის ის ამბავი, რომ ძალმომრეობის ამბავია. ძველი გამონათქვამია, დათვი თუ მოგერიაო, ბაბაია დაუძახეო, უთქვათ ჩვენ ძველებს. მაგრამ რაზეა ლაპარაკი მთავრობა ხომ რაღაცას უნდა აწესრიგებდეს, კაცო, ხმას არ იღებენ ესენი და არც საერთაშორისო ორგანიზაციებიც ხმას არ იღებენ. და ესენი მოდიან და გვიმყრობენ აგერ და არ ვიცი, ვიღაცა კერძო პირები, ბურჟანაძეები და ისე რომიდიან, ესენი უფრო აფუჭებენ იქ საქმეს როგორ ჩანს. დიდი მადლობა. კარგით, მადლობა თქვენ პირიქით. მოკლედ, გაგიმეორებთ შეკითხვას, თქვენი აზრით, რა უნდა ქნას საქართველოს ხელისუფლებამ იმ სიტუაციაში, როდესაც რუსი ოკუპანტები საოკუპაციო ზოლს ჩვენი მმართველობით წევენ და მოიწევენ, შეიძლება ითქვას, თბილისისკენ ნელ-ნელა. დაგვირეკეთ 237 139 238 139 ეს არის ჩვენი ტელეფონის ნომრები. გამარჯობა, გისმენთ. ალო. გამარჯობა, გისმენთ. მე ვარ ბატონერა. დიახ, თქვენ ხართ. საღამო მშვიდობის გენოცვალე. იცით რა უნდა ქნას ჩვენმა მთავრობამ? რამდენი მეტრიცად გადმოწევენ, იმდენი ერთი წელი სააკაშვილს უნდა მიუსაჯონ ციხე. აი მაგის ბრალია ყველაფერი. ეს რას უშველის ამ ამბავს? ო, უშველის კი არა, უშველის. აბა რა უნდა ქნას ახლა? ურს ხო გამოუცხადეთ. ხო და რა უნდა ქნას? აი გორამდე რო ჩამოვიდნენ, რა უნდა ქნას? ალბათო, აი გორამდე რო ჩამოვიდეს, გორამდე. რამდენი რაკეტას ნადვი იყიდის კიდე საფრანგეთში, რა ქვია, ხიდაშელი ხელს მოაწერს. იმდენ მეტრით გადმოწერენ. აი ეს არის ჩვენი უბედურება. აი ესეა ჩემი პასუხი. კარგით ბატონო, გასაგებია თქვენი მოსაზრებაც. კიდევ ერთ მაყურებელს მოусვინოთ, გამარჯობა. გამარჯობა, გისმენთ. გამარჯობა, ბატონო. დიახ, გისმენთ. იცით ბატონო, მე რა ერგრისი ბრალია, აი გოლში წითელ დროშებს რო აფრიალებდნენ, საბჭოთა დროშებს. აი ამის თალიც ახალისებულია რუსეთი. აი ეს არის ზუსტად ამ მთავრობის უგუნური პოლიტიკა, რომ რუსულ ძალებს რო აძლიერებენ რა. და არავითარი აი ეროვნული ის რო არა აქვთ რა, აი ხაზი რო. კი ბატონო. თქვენი მოსაზრებაც გასაგებია. კიდევ ერთ მაყურებელს მოусმინოთ, გამარჯობა. ალო, გამარჯობა. გისმენთ. სანამდე ჩვენ ევროპას და ევროსაბჭოს და ნატოს არ მოვეშვებით, მანამდე შეიძლება თბილისამდე ვინ შეშფოთდება ევროპა, მაკეინიც დაიწყებს ღრიალს და მაგით დამთავრდება. ანუ რა უნდა ვქნათ რა? რასაც უზდა იმას გააკეთებს. ანუ უარი უნდა ვთქვათ ნატოზე და ევროკავშირს. თქვენი აზრი როგორია, უარი უნდა ვთქვათ? რა თქმა უნდა, ევროპაზეც და ამერიკაზეც. კარგი, და ჩავეხუტოთ რუსეთს. და დაგვიბრუნონ ის და ჩავეხუტოთ რუსეთს. ტერიტორიები, ისე დაღუპულია ქვეყანა. კარგით ბატონო, გასაგებია თქვენი მოსაზრებაც. მოკლედ შეგახსენებთ შეკითხვას, თქვენი აზრით რა უნდა მოიმოქმედოს ასეთ სიტუაციაში საქართველოს ხელისუფლებამ. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე ასეული მეტრით გადმოწიეს საოკუპაციო ზოლი ოკუპანტებმა და ჩვენი ხელისუფლებას ჯერჯერობით ერთ-ერთი რაც დარჩენია საერთაშორისო საზოგადოებას გააგებინოს ამის შესახებ და დაელოდოს რეაქციას. რამდენიმე ვერსია გამოითქვა, მაგალითად კახაკალაძემ თქვა, რომ პირი უნდა შევცვალოთ და გავაფართოვოთ აბაშიძე კარასინის ფორმატიო. ოპოზიცია ამბობს, რომ პირიქით პროტესტის ნიშნად საერთოდ უნდა გავაუქმოთ აბაშიძე კარასინის მოლაპარაკება და შევწყვიტოთო. აინტერესებს თქვენ რას ფიქრობთ, რომელ ვარიანტს მიემხრობოდით? გამარჯობა, გისმენთ. გამარჯობა, გისმენთ. პირველ რიგში რაც არ უნდა გააკეთოს, არ უნდა წამოეგოს პროვოკაცია. გოიმით როგორც ერთმა გოიმმა გააკეთა. აი ერთი. ნორეც ერთი კი არ გადმოწიეს და აფიქსირეს. ჩაარჩეს. და გააკეთეს. საკა იგენი ხარ რა დონეზე ესე შემო. ცოტა ხმამაღლა თქვენ ლაპარაკით, სუდათ მესმის უკაცრავად. არ უნდა წამოეგოს პროვოკაცია. კი ბატონო, ეგ გავიგე. წინა გოიმი წამოეგო. ეს ერთი. მეორეც იგენი თელა მეგრეთ წოდებულ სამხრეთოს ესე წრეს და არ ტყავენ ამ წვანეთ რაფარეტებით და უნდა დაველოდოთ რაღაც სხვა მოვლენის განვითარებას 2-3 წელიწადში კარდინალურად შეიძლება მსოფლიო სიტუაცია და თავისით წაიქცევა ეგ ბანერები, თავისით გაქრება ეგ საზღვარი. კარგად წამდებოდ. კი ბატონო, კარგით, მადლობა. კიდევ ერთ მაყურებელს უსმენთ, გამარჯობა. მე ვარ? დიახ, დიახ. რომ ნათქვამია, რომ აი ეს მოთხოვნების დიალოგ დღევანდელი მესეურობის უმოქმედობა და პოლიტიკური უძლურება ფილმად კი არა დოქს გაავსებდა. სად არის ცენტრალური ტრასა, სადაც არის ტრასას გადაჰკეტავენ. ესენი კი ვერაფერს აკეთებენ. ხო და რა უნდა ქნან თქვენი აზრით? ჩემი აზრი ასეთია, რომ ახლა სასწრაფოდ
საზოგადოება უნდა გამოხატოს მტკიცე პროტესტი. ხელისუფლებამ რა უნდა ქნას? ხელისუფლება. თორე ხოლ უკვე გვიან იქნება. ხელისუფლებამ რა უნდა ქნას? ხელისუფლებამ ამას გეკითხებით. ბოლოს ყველანი თეიმურის ხევისთავები გავხდეთ თუ რა არის? ვეღარ გავიგე. ხო და ხელისუფლებამ რა უნდა ქნას მეთქი ამას? რომლები უნდა მიიღო? რა ზომები? ზომები და ხელისუფლებაში იმიტომ მოვიყვანე და იმიტომ ამორჩი რომ თვითონ უნდა იცოდნენ. კარგით ბატონო, გასაგებია თქვენი პასუხი. კიდევ ერთ მაყურებელს მოусმინოთ, გამარჯობა. გამარჯობა. დიახ, გისმენ. მოგესალმებით. ამ ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებით 100,000 კაცი დადგა ვაგის პრაქტიკაში და ჯერ არ მინახია 10 კაცი შეიკრიბოს და გააპროტესტოს სესიის. ჩემი აზრით შეიკრიბოს 300,000 ქართველი ჩავიდეს და მოანგრიოს ის საზღვარი რა, ყველას დაიჭერენ, ყველას დახვიდავენ. ნუ ერთი კვირის მერე ისევ დადგამენ, მერე? კიდე ჩავიდეთ და კიდე მოვანგრიოთ. აბა ეს უმოქმედოდ იყოს? ხო, საინტერესო. კარგი, ხალხი გავიგე, ხელისუფლებამ რა უნდა ქნას? ხელისუფლებამ ამ უნდა შეუწყოს ხელი გაღვიდეს ხალხში ეს რაღაც მიძინებულია თითქოს საზოგადოება არავის არ აინტერესებს რატომ. უნდა იმოქმედოს რომ საზოგადოება გამოაფხიზლოს და თუნდაც ხელი შეუწყოს იქ დიდი ფართოფენების ჩასვლას მასისას ფარულად შეუწყოს ხელი და ჩავიდეს ხალხი და მოვანგრიოთ ყველა. ხო ყველას ხომ ვერ დაგვიჭერენ? ახლა არ მიგდანიას დაიჭერენ. გასაგებია, მაგრამ ვინმე რო იქიდან ტყვია ისროლოს და რაიმე პროვოკაცია მოხდეს, მე ვინაგებს ამაზე პასუხს. გასაგებია, მაგრამ ასე რო ვიძდეთ, შეიძლება ჩამოვიდეს ავტობანი გადაკეთება. ხო, არა, მესმის, მე უბრალოდ შეკითხვა დაგისვით. ვინაგებს პასუხს თუ ვინმე იქიდან ტყვიას ისვრის პროვოკაციის მისი და ვიღაცას მოკლავს. შეიძლება ტყვიასთვისაც აუცილებელია, რომ ისროლონ და რაღაც უნდა გავაკეთოთ და ერთ-ერთი გზა. კი ბატონო. გასაგებია, კარგით, დიდი მადლობა. კიდევ ერთ მაყურებელს მოусმინოთ, გამარჯობა. ალო. დიახ, გისმენთ. გამარჯობა. დიახ, გისმენთ. გესმით ჩემი? დიახ. ეხლა ერთი რამე, რა თქმა უნდა, პროვოკაციაზე არ უნდა წამოვაგოთ. მეორე, ხელისუფლებამ ყველანაირად უნდა ეცადოს დიპლომატიური ურთიერთობა აღადგინოს და მოლაპარაკებებზე წავიდეს უმაღლესი პირების მხრიდან. არ შეიძლება ესე გველს ხრელიდან ამოიყვანს ენა თკბილად მოუბარს. და ხო ელაპარაკება. ჩვენ მაგალითად ბერძენიშვილმა რო თქვა, რომ ჩვენ არ დაველაპარაკებით სანამ ეს ოკუპაციას ექნება ადგილიო და თითქოს ჩვენ დავიპყარეთ რუსეთი და არ იქ შესახვეჭი იმას აქვს. ჩვენ გვაქვს შესახვეჭი. რამენაირად ჩვენ ვერანაირად ვერ ვაჯობებთ რუსებს, ვერც ომში ვერაფერი. ანუ თქვენი რეცეპტია რომ უნდა შევეხვეწოთ. კარგინა ტერიტორიები. ხო და ახლა კიდე რას აკეთებს იქ გაგრძელება 2008 წლის არა ეს ყველაფერი და მე მგონი მაინც უნდა ტკბილად რაღაც ომით ჩვენ ვერაფერს ვერ გავხდებით სულ აღვიგვებით მიწისაგან გასაგებია ანუ თქვენი რეცეპტია რომ უნდა შევეხვეწოთ კი უნდა შევეხვეწოთ კაცო დიპლომატიური ურთიერთობა აღვადგინოთ და დიპლომატიურ ენაზე უნდა დავიწყოთ ლაპარაკი გასაგებია დიდი მადლობა კიდევ ერთ მაყურებელს მოусმინოთ გამარჯობა მოგესალმებით დიახ გისმენთ მე ორ ფაქტი მინდა დავაფიქსირო ერთი ძალიან საერთოდ ემთხვევა კალბატონი ბურჯანაძის ვიზიტი გესმით ჩემი? დიახ, დიახ. ძალიან საერთოდ ემთხვევა მოსკოვში კალბატონი ბურჯანაძის ვიზიტი და ვიზიტის დამთავრებიდან რამდენიმე საათში საზღვრის გადმოწევა. ეს ერთი ფაქტი. მეორე ფაქტი. თუ საქართველოს ხელისუფლება ესე უნიათოდ გააგრძელებს თავის მოღვაწეობას, როგორც ბატონო? გისმენთ. თუ საქართველოს ხელისუფლება კვლავ უსუსურად გააგრძელებს თავის მოღვაწეობას როგორც საგარეო ისე საშინაო პოლიტიკაში ძალიან ძაფრად ღმერთმა დაგვიფაროს მაგრამ მე ერთ-ერთი მსხვერპლი ვარ და მთელი საქართველო იმ სახელმწიფო გადატრიალებს ხო და აი რა უნდა აი სუნი ტრიალებს აი ამ რა და პირველ რიგში დამნაშავე პარტია ანუ დამნაშავე სექტა უნდა მიუჩინოს თავისი ადგილი ეგუშველის ამ ოკუპაციის თემას თქვენი აზრით ბატონო ამ ოკუპაციის თემას ეგუშველის იცით რა სააკაშვილი და მისი ბანდა არჩევნების გზით ვერასოდეს ვერ მოვა ხელისუფლებაში. არა, ჩვენ ხა ოკუპაციაზე ვლაპარაკობთ. ხო და ეს სიგნალია იმისა, რომ ოდესიდან ტრამპლინი შესაძლებელია იყოს საქართველოს. ხო, ცოტა უცნაური ვერსია თქვენი, მაგრამ კი ბატონო. არა, ანუ რა, სააკაშვილის მბრძანებას ასრულებენ რუსი ოკუპანტები ვერ მივხვდი. შეგახსენებთ რა სააკაშვილის ბიძა ვინ არის თემურ ალასანი. კარგით ბატონო. გასაგებია, გავიგეთ, კიდევ ერთ მაყურებელს მოусმინოთ, გამარჯობა. მე რა, დიდი ბოდიში მეორედ ვრეკა, მაპატიეთ. იცის რა, იმ ბატონმა თქვა, რომ რუსეთის დროშები რო ფრიალებდა კოჩიო. რომშიც ფრიალებდა ერთი თვისი რუსეთის დროშები. მე რა? სადა? შევა და რომში, იტალიაში.
აქციაზე, მილიონიან მარშზე, სადაც არ უნდა ჰომოსექსუალიზმის ისა კანონის მიღება. იტალიელებდა რუსეთის. ეხა იტალიელების და ჩვენი მდგომარეობა ერთია? არა, ისევ ამბობ, დროშები ნაშუაშია, ვერ გაიგე. იმ შუაშია რომ თუ პრორუსული დემოკრატია, იმ არავითარ შემთხვევაში, რა ნაციონალებს თუ შეუძლიათ ირბილონ ქუჩა და რაღაც ტიკეტები მოაწყონ, იმ ხმაისი არ შეიძლება აღნიშნონ ფაშიზმზე გამარჯვება? ეს როგორ შეიძლება? ეს სხვა საკითხია, საუბარი იყო პრორუსული. აქ საუბარი იყო პრორუსული განწყობების ზრდაზე და დროშების ფრიალზე და მე ვეთანხმები, იმიტომ რომ თუ გაიზრდება პრორუსული განწყობა, რუსეთისთვის აზრი აქვს უკვე თბილისის აღებასაც და სანამ აქ პრორუსული განწყობა არ არის და იცის რომ მოსახლეობამ ხარს არ დაუჭერს თბილისის აღებას მისთვის აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ტყუილი მსხვერპლი იქნება, მაინც ვერ შეინარჩუნებს. მაგალითად კიევის და ლვოვის აღებას აზრი აქვს, მისთვის არ აქვს. ამიტომ სადაც ტაშს უკრავენ, სადაც პრორუსულად არიან განწყობილი, იმ ქალაქებს უტევენ, ხო, სეპარატისტები, ისე აქაც. სადაც არ იქნება პრორუსული განწყობა, იქ შეტევას უბრალოდ აზრი არ ექნება, იმიტომ რომ დიდხანს ვერ შეინარჩუნებ, ეს მარტივია, ამიტომ თუ გაიზრდება ჩვენთან პრორუსული განწყობა, რუსეთისთვის უკვე აზრი მიეცემა თბილისის აღებასაც. აი ეს საფრთხე შეიცავს პრორუსული განწყობების ზრდა ქვეყანაში. მე კიდევ ერთ მაყურებელს მოусმენ, გამარჯობა. ალო, საღამომშვიდობისა. დიახ, გისმენთ. ჩემი აზრი ასეთია. აუცილებლად უნდა შედგეს მოლაპარაკებები, დიპლომატიური ნაბიჯების საუბარი, აუცილებლად საუბარი მგვალ მაგიდასთან. სხვა საშველი ჩვენ ქართველებს არ აგვაქვს. იმიტომ რომ კარგად ხედავთ, რომ დასავლეთი ჩვენ ვერაფერს ვერ გშველის, დაფხდება სიტუაცია. რუსეთი ჯიქურად, აი კი ბანერებს კი არ დადგავენ, მალე ტანკებით შემოვლენ. ამას გააკეთებს რუსეთი. ჩვენ ამას კარგად ხედავთ რამდენი წელია, რომ რუსეთის გარეშე თუ ჩვენ აი ესეთ ჯიქურ მდგომარეობაში ვიქნებით, აი ესი რა მაინტერესებს, იცით? აი ჩვენ ისტორიას გადავხედოთ. ჩვენი მეფეები ნაკლებად დიპლომატები თუ სულელები იყვნენ. როგორ ფიქრობთ, როგორ მოვიდა ჩვენი ერი დღემდე? აი როგორ მოვედით ჩვენ? არ გამოდის საქართველოს დამოუკიდებლობა, არ გამოვა. ან ერთი გადაკლაპავს, ან მეორე. მაგრამ ვინ უნდა გადაკლაპოს ალბათ? ბატონო, ესე იგი რა ხდება, იცით? ან რუსეთმა უნდა გადაკლაპოს, ან ამერიკამ, ხო? რატო ამერიკა არ კლაპავს? როგორ არ კლაპავს? წარმოიდგინეთ რას გვთავაზობენ, ხო? თელიერი მაპატიეთ მე რა. თელიერი მალე ფეხზე დადგება, ხო? ისეთ საკითხებზე მიდის ახლა საუბარი. სად მიდის საქართველოში, სად ნახეთ ქალბატონო მაგ საკითხებზე მსჯელობა? არა, ძალიან მალე იქნება. საქართველოში ვინმე ნახეთ რომ ითხოვს ამ ამას, რომ თქვა ერთსქესიანთა ქორწინება იყოს, გინახავთ სადმე? ბატონო? გინახავთ რომ ვინმე რო ითხოვდეს ერთსქესიანთა ქორწინებას საქართველოში? როგორ არა, უკვე მიდის ამაზე საუბარი და სად მიდის ქალბატონო, მარტო თქვენი მხრიდან მიდის რომ არ გვინდაო, მაგრამ გვინდაო არავინ არ ამბობს. უკვე კორზაიები არა ქალბატონო, სად ნახეთ კორზაიას რო ეთქვას რომ გვინდაო? ბატონო? აინტერესებს, სად ნახეთ თამარ კორზაიას ეთქვა რომ დავაკანონოთ საქართველოში ერთსქესიანთა მალე იქნება უკვე საქართველოში ჩვენ ამას მაინც გავიტანთო. თვითონ არ ვთქვამს ეს ქალბატონო და ეხლა რატო იგონებთ ვერ ხვდებით? არაფერს არ ვიგონებთ. თვითონ LGBT თემიც კი არ ითხოვს ამას. არასამთავრობოები და ეს კორზაია და კიდე ის ხო და ეს არასამთავრობოებზე გელაპარაკებით არ ითხოვენ ისინი. არც თვითონ ეს ეგრეთ წოდებული გეი ორგანიზაციებიც არ ითხოვენ. ნახავ თუ არ წავა ამაზე საუბარი. საუბარი კი არა პარლამენტში. 100 წლის მერე შეიძლება, ან 50 წლის მერე დღეს ამ თემაზე არ იქნება საუბარი. ამიტომ უნდა შედგეს რეფერენდუმი და ვინ საით და არ ითხოვს არავინ და რატო უნდა შედგეს ეს რეფერენდუმი ქალბატონო? მაჩვენეთ ერთი თუნდაც LGBT თემის წარმომადგენელი. რა უნდა გაჩვენოთ აგერ ობამამ წვანეშუკი. კაცო, ობამა ხო არ არის საქართველოს მოქალაქე ქალბატონო? საქართველოში რომელიმე გეი ან LGBT თემის წარმომადგენელი მაჩვენეთ რომელიც ითხოვს რომ დაგვიკანონეთ ერთსქესიანთა ქორწინება. უკვე და ამათი დაცვა და მე მგონი ისე მიდის რომ ნორმალური ხალხი უკვე უმცირესობა. კაცო, რა შვაშია დაცვა? გეკითხებით ვინ ითხოვს? საქართველოში მითხარით ერთი ადამიანი ვინც მოითხოვს. ძალიან ბევრი ვინც აკავთ ეს თქვენი მეგობრები არასამთავრობოებს რომ არ მოუთხოვი არავის ქალბატონო. კარგით აზრი არ აქვს თქვენთან ლაპარაკს როგორ ვწდებით. დიდი მადლობა. აი მითების შექმნას მარტო ისინი ლაპარაკობენ ამ თემაზე ვინც ამბობს რომ არ გვინდაო, მაგრამ ვინც ისეთი ადამიანი ვინც იძახეს რომ გვინდა ერთსქესიანთა ქორწინება მე ვერ ვნახე საქართველოში. კიდევ ერთ მაყურებელს მოვუსმენთ, შემდეგ Facebook-ის კომენტარები წავიკითხოთ. გამარჯობა. გამარჯობა, გისმენთ. გამარჯობა. არესვის, მოდით Facebook-ის კომენტარები წავიკითხოთ, მაშინ რამდენიმე კომენტარია საინტერესო ამ თემაზე. შეგახსენებთ ოკუპაციის თემაზე ვსაუბრობთ, მაყურებელმა გადაგვიყვანა სხვა თემაზე. სალომო გიორგობიანი. მივიდეს ამოთხაროს ჯერ ის რაც ჩაფლეს რუსებმა, გაავლოს მავთულხლართი თვითონ და შეიყვანოს ჯარი მთელს პერიმეტრზე. საინტერესო გეგმა ქონდეთ თავარსარდლეთმა დავნიშნოთ. ნანა გურეშიძე. არ ვიცი და ჩემზე ჭკვიანებისგანაც ვერაფერი გონივრული მოვისმინე. გარდა მოწოდებებისა. ლიზა მეტრეველი. ხომ ხედავ მე რა ამ 5
წუთში სხვა შემთხვევაში რამდენი კაცი შემოგიხდებოდა ბრძნული აზრებით, მაგრამ ახლა არავინ იცის რამე. პარანოიკებთან და ავადმყოფებთან რა ენაზე უნდა ისაუბრო. აქ რუსებს გულისხმობს, ბუნებრივია. შორენა ჯანაძე, არ ვიცი, ძალიან რთული ამბავია. შესაძლებლობები ვერ ვკითხულობ უკვე ამ სიტყვას, დაუპირისპირდე არანაირი. დახმარება დანარჩენი სამყაროსგან და გარანტიები არანაირი. ბაქიბუქის იმედად ყოფნა სისულელია. ვიცით მაგის შედეგები, გამოვცადეთ უკვე. მალხას გვილავა. გომელაურმა მილსადენს არ ამგონია რამე დაუშავდა ესო, ძალიან ღრმად არის ჩაფლულიო. დემეტრე ჯოხაძე ბარსელონას და სევილიას გამო 3 ღამის ეს ვერსია მოვისმენთ უკვე. მარი შნაპიკო ერთხელ მაინც გამოიჩინონ სიმამაცე და თქვან რაც უკვე გადაწყვეტილი აქვს ორივე მხარეს სიმართლე თქვან რუსებიც დაიღალნენ ამ ავთულების პროციალით და თავრობაც აღარ გაიჭინთება ფაქტის დაგმობის და შეშფოთების განცხადებებითო. ღრმად შემოვიტყუოთ და უცებ დავცხოთო ერთი წერს გიორგი აგლაძე მოლაპარაკებებია საჭირო აზერები, სომხები, კასპიის იქეთ აზიელები, ჩვენ და აფხაზები თავდებში ევროკავშირი და რუსეთიო. ვასო იმანიძე ნებისმიერი ქმედება მოლაპარაკების ჩათვლით ამ ეტაპზე რეალურ შედეგს ვერ გამოიღებს. მათ აღიარეს სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა და ამ ქვეყანასთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად იცავენ იმ საზღვრებს, რომელსაც სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის რუკებიდან აღრიცხავენო. მოკლედ ასეთია Facebook-ზე კომენტარები, თქვენ რას ფიქრობთ ამ თემაზე? გამარჯობა. რა უნდა ქნას თქვენი აზრით საქართველოს ხელისუფლებამ? გამარჯობა. გამარჯობა. გესმით ჩემი? მოგესალმებით. დიახ, გისმენთ. გისმენთ რა? არის მხოლოდ ერთადერთი გზა. დღეს საქართველოში არის აზრი გაყოფილი. არის მოსახლეობა, რომელიც ნატოს ილუზიაში არის ჩაბმული და არის მოსახლეობა, რომელიც ისევ რუსეთისკენ მიილტვეს. საქართველოს გამოსავალი ერთადერთი რამაა. ერთდროულად უნდა დაიწყოს მოლაპარაკება რუსეთთანაც და ნატოსთანაც ნეიტრალიტეტის შესახებ. მხოლოდ ნეიტრალიტეტით შეიძლება გამთლიანდეს საქართველო. ნატოში შესვლა ეს არის უცილებელი ომი რუსეთის მხრიდან ნატოს წინააღმდეგ, ხოლო რუსეთში შესვლა არის ნატოს მხრიდან რუსეთზე ომი. ეს კარგად ჩანს უკვე უკრაინაში და გაკვეთილი მაინც მივიყოთ. კი ბატონო, გასაგებია, დიდი მადლობა. კიდევ ერთ მაყურებელს უსმენთ, გამარჯობა. გამარჯობათ. დიახ, გისმენთ. მე მაინტერესებს ერთი რამ, მარტო ჩვენი მოლაპარაკება რუსეთთან არ გამოვა. არ გამოვა ჩვენი მოლაპარაკება მარტო რუსეთთან, ამიტომ უნდა ჩაერთოს საერთაშორისო ესეთი არის. კალბატონო, ჟენევის ფორმატი დაახლოებით ეგ არის, სწორედ? არ არის ჟენევის ფორმატი, სხვა რაღაცა და ჟენევის ფორმატში მე და აბაშიძის ნაცვლად მოროშკინას ჩავთავდი. არა, ჟენევის ფორმატში აბაშიძე არ მონაწილეობს. კარგი, დიდი მადლობა. თამთას მოусმინოთ, გამარჯობა, თამთა ასათიანი გვირთვება პირდაპირ ეთერში თავის გადაცემის ანონსით. გამარჯობა თამთა. გამარჯობა, მერაბ, მივესალმებ პალიტრატივის მაყურებელს და რა თქმა უნდა, შენ თუ იცი რა უნდა ქნას? არ ვიცი, სამწუხაროდ, თუმცა მდგომარეობა რო დღითი დღეს საგანგაშო ხდება, ამას ხვდები და ეს ვიცი ნამდვილად. რაც შეეხება ინტერნეტ პალიტრას, რომელიც დაიწყება ზუსტად 9-ზე, პალიტრატივიმ და ამბები ჯიმ ჩაატარა ერთობლივ გამოკითხვა, რას ვიზამდი მე რომ ვიყო საქართველოს პრემიერი და საქართველოს მოსახლეობის აზრს მოვისმენთ, მოკლედ ზუსტად 9-ზე ძალიან საინტერესო ვერსიებია სხვათა შორის წარმოდგენილი, ასე რომ დაგვალოდეთ. კიდევ ერთი ექსპერიმენტი ამჯერად ავტობილდ საქართველოსგან, ეგრეთ წოდებული ტეგ დათვალიერება ჩაუტარეს 5 ავტომობილს, სხვადასხვა წლების ავტომობილებს, რა მდგომარეობაა თბილისში. ამის შესახებაც მივაწვით ჩვენს მაყურებელს ინფორმაციას და ასევე ერთად გადავალებთ მსოფლიო ინტერნეტ სიახლეებს თვალს, ასე რომ დარჩით პალიტრაზე ზუსტად 1 საათში ჩვენ ეთერში ვართ. კი ბატონო, დარჩით, საკმაოდ საინტერესო თემები აქვს თამთას, როგორც ხედავთ, მე კი ხვალამდე გემშვიდობებით, ხვალ რვის ნახევარზე დავბრუნდებით ეთერში.